ეს არის ნამდვილი პასკა. ძიმე, ნოტიო. ზუსტად ისეთი, როგორცაც ეძებ. გიყვარს პასკა? მოგესალმებით და სამყაროში. დღეს შემოგთავაზებთ პასკის მორიგ ვიდეო რეცეპტს. პასკის უამრავი სახეობა არსებობს, შემიძლია ასე ვთქვა ამ არხზე. დღეს მინდა შემოგთავაზოთ ერთ-ერთი საუკეთესო პასკის რეცეპტი. პასკა არის ზუსტად ისეთი, როგორც ჩვენ ყველას გვიყვარს. მძიმე, ნოტიო და საოცრად გემრიელი. სრული რეცეპტისთვის გვჭირდება დაახლოებით 2 კილო და 700 გრამი ფქვილი, ასევე გვჭირდება 1250-დან 1300 გრამამდე შაქარი, გვჭირდება ასევე 10 მთლიანი კვერცხი და 7 კვერცხის გული, 1 ლიტრი რძე, 600 გრამი კარაქი, 200 მილილიტრი ზეთი ნეიტრალური გემოს, ასევე გვჭირდება დაახლოებით 100 გრამი სველი დაპრესილი საფუარი, ვანილი და ასევე გვჭირდება ლიმონის ექსტრაქტი, ლიმონის ზეთი. გვჭირდება ასევე მარილი, დაახლოებით 1 ჩაის კოვსი. დაგჭირდება 100 გრამი სველი დაპრესილი საფუარი, ან 4 სუფრის კოვსი მშრალი საფუარი, რომელიც არის დაახლოებით 33-34 გრამი. სანამ დავიწყებთ პასკის მომზადებას, წინასწარ უნდა გავამზადოთ სუნელები. ამას თითქმის ყველა ჩემს რეცეპტში ვაჩვენებ ხოლმე, ეხლაც არ იქნება ეს გამონაკლისი და მე აქ მაქვს სხვადასხვა სახეობის სუნელები. როგორიც არის დარიჩინი, როგორიც არის მუსკატის კაკალი, კარდამონი, იგივე ლილი და ასევე მიხაკი. შაფრანს მე პასკაში ყოველთვის ვიყენებ, ეს თქვენ შემჩნეული გეკნებათ. ეს არის პატარ-პატარა ესეთი ფოთლები, პატარ-პატარა გამხმარი, საკმაოდ მუქი ბორდოსფერი, რომელიც მე უკვე დავაყენე და ვაყენებ ჩვეულებრივად. ცოტა მცირე რაოდენობით შაფრანს ავიღებთ, დავსრისავთ კარგად, რაც შეიძლება კარგად და შემდეგ ასევე მცირე რაოდენობით ვასხავთ წყალს, კარგად ადუღებულ წყალს და შემდეგ ისე დავაყენებთ. ძველი პასკის რეცეპტებში მთავარი ინგრედიენტები გულისხმობ მე რა თქმა უნდა ქსუნელებს, იყო მუსკატის კაკალი, ილი და ვანილი. ხოლო თანამედროვე კულინარიაში კი გავამდიდრეთ უკვე დარიჩინით და ასევე მიხაკით. დარიჩინსა და მიხაკსაც დავუმატებთ შედარებით უფრო ნაკლებს. მე ძირითადად ვყიდულობ დასაფქო ინგრედიენტებს, რომელსაც შემდეგ სახში ვქო, ეს იქნება რა თქმა უნდა აქვს ბევრად უფრო არომატული სურნელი და ვიცი ასევე რას უმატებ ჩემს პასკას. დავყენოთ ახლა ჩვენი სანელებელი. ილის ვიყენებთ 2 ჩაის კოვს. ასევე გამოვყენებ მუსკატის კაკალს. არ გიჟდები მუსკატის კაკალზე, ამიტომ მე დაახლოებით 1 ჩაის კოვზე ცოტა მეც დავუმატებ. ფაქტობრივად თითქმის 2 ჩაის კოვი გამოვიდა. შემდეგ 1/2 ჩაის კოვს დავუმატებ დარიჩინს. და სადღაც 1/3 დავუმატებ უკვე მიხაკს. ამ ყველაფერს დავასხავ შემდეგ კონიაკს. სუნელები უკვე დავაყენეთ, ასევე შაფრანი დავაყენეთ. ახლა კი გადავიდეთ მთავარ მოქმედებაზე და მოვამზადოთ პასკა. ვიწყებთ საფუარის გააქტიურებას 1/2 ლიტრ რძეს, რომელიც არის თბილი, არ უნდა იყოს რძე ცხელი და არც ცივი. ცხელი რძე უბრალოდ მოკლავს ჩვენ საფუარს, ხოლო ცივ რძეში კი საერთოდ არ ამოკლავს. რძეს მოვათავსებ მე ახლა ჩემს თარში, შემდეგ დავუმატებ საფუარს, დავუმატებთ შაქარს დაახლოებით 5-6 სუფრის კოვს, ასევე დაახლოებით 300-400 გრამი ფქვილს, კარგად გავხსნით, დავდგავთ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში უნდა ამოფუშფურჩეს კარგად და ამის ჩვენ დავრწმუნებით, რომ საფუარი არის ვარგისიანი. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ ვუმატებთ შაქარს.
შაქარი არის ასე რომ ვთქვათ საკვები საფუარისთვის და ხელს უწყობს სწრაფად გააქტიურებას. მივიღოთ დაახლოებით არაჟნის სისქის მასა, შემდეგ გადავაფაროთ თავზე და გავაჩეროთ დაახლოებით 20 წუთი ან 9 საათის განმავლობაში. 10 მთლიანი კვერცხი, 7 კვერცხის გული და ალბათ იკითხავთ, რატომ ამდენი კვერცხის გული. პრინციპში ეს არ არის ბევრი კვერცხის გული. როგორც უკვე იცით, კვერცხის გული არის ცხიმი და ცხიმი არის გემოს მატარებელი. ასევე ძალიან უხდება ცომს, ის აძლევს მეცინოტივეს, ასევე აძლევს გემოს და თუ კი კარგი სოფლის კვერცხი გაქვთ, მისცემთ ასევე ლამაზ ყვითელ ფერს. კვერცხის გულისგან მომზადებულ პასკას მე უპირატესობას ვანიჭებ, იმიტომ რომ ცილა ზოგადად აშრობს კილოვან ნაწარმს. პასკასაც რა თქმა უნდა. რა შეგიძლიათ გამოიყენოთ ცილა? შეგიძლიათ ბეზე მოამზადოთ. შეგიძლიათ მინამქარი მოამზადოთ, რომ თავზე წაუსვათ. შეგიძლიათ ბეზეს საოცარი რულეტი მოამზადოთ ასევე. ძალიან გემრიელი. შაქარი და კვერცხი გავთქვიფოთ კარგად. ჩემთან არის დაახლოებით კილო და 250 გრამი, თუ კი გვილი გიყვართ დავამატეთ კილო და 300 გრამი, ასევე ძალიან კარგად აიტანს და ძალიან გემრიელი გამოდის. კვერცხს დავამატებ ახლა მე შაქარს და შემდეგ უკვე გავაგრძელებთ მომზადებას. შაქარი და კვერცხი კარგად გაითქვიფა და მინდა განახოთ ახლა როგორ ამოდის ჩვენი საფუარი. სასწაულია. როგორი ამოფუშფუშებულია. ახლა უკვე დავიწყოთ ინგრედიენტების გაერთიანება და მე დღეს ცომს მოვზელ. პასკის ცომის მოძველა ზოგადად ძალიან მიყვარს ხელით, ამიტომ ხელით მოვზელ. გათქვეფილი გოგლი მოგლი ჩავუმატოთ ჩვენს თაში და მე ძალიან ვეჭვობ, რომ ეს თასი იქნება საკმაოდ პატარა. იმიტომ რომ ჩვენი მას არის ძალიან ბევრი, გამოდის დაახლოებით 6-დან 7 კილომდე. შიგნით დავუმატოთ გააქტიურებული საფუარი. მორჩელი 9 ლიტრზე ახლა მე შევატბობ. არ შევაცხელებ, არამედ შევატბობ. შიგნით დავუმატებ ასევე 400 გრამ გარაკს. საერთო ჯამში ჩვენ გვაქვს 600 გრამი გარაკი, მაგრამ მთლიანად დამატება ახლა მე ამ ეტაპზე არ მინდა, არამედ მინდა რომ როდესაც ცომი ამოვა, დანარჩენი 200 გრამი შემდეგ უკვე ხელით შევაზილო. და რაც მთავარი, ახლა ჩვენი რძე და კარაკი რომელიც გავატნეთ, არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს ცხელი. თორემ შესაძლებელია რომ საფუარი უბრალოდ მიეძინოს, მოკლას. ამიტომ დავუკვირდით რომ იყოს თბილი. ზოგადად სუნელებს უმატებენ ხოლმე შემდეგ მოგვიანებით, მაგრამ რა კი ჩვენთან უკვე სითხეშია ჩვენი სუნელები, ამისათვის დავუმატებ მე თავიდანვე. რამდენს დავუმატებთ, ეს არის თქვენზე დამოკიდებული. ასევე იმას დამოკიდებული თუ რა პორციით დამზადებთ. ასევე დავუმატებ შაფრანს. თუ არ გაქვთ შაფრანის ნაყენი, არ ინერვიულოთ. უბრალოდ კურკუმა არაჩვეულებრივ ყვითელ ფერს აძლევს. უმატებთ ზეთის ნახევარს, ხოლო დანარჩენ შემდეგ შევაზელთ. ასევე უმატებთ ლიმონის ზეთს. ლიმონის ზეთთან იყავს ძალიან ფრთხილად, იმიტომ რომ არის კონცენტრირებული და შესაძლებელია რომ ძაფრი გემო მისცეს. რამოდენიმე წუთი სრულიად საკმარისია. შეგიძლიათ ლიმონის ზეთი ჩანაცვლოთ ასევე 2 ლიმონის ზეთით. ექნება კიდევ უფრო ბუნებრივი არომატები. ასევე გვჭირდება ვანილი. ვანილი მე ძალიან მიყვარს, ასე რომ შეგიძლიათ თავისუფლად მოამზადოთ იმდენად, რამდენიც გსურთ. მაგალითად 2-3 შეკვრა ვანილი. მოვიდა დრო რომ ცომი მოვზილოთ. ქვილი ჩემთან არის უკვე გაცრილი. ქვილის ხარგს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. შეიძლება რომ თქვენთან ქვილს კონდეს ნაკლები ცილა, ამიტომ წავიდეს უფრო მეტი, ამ შემთხვევაში დაგჭირდეს უფრო მეტი ფქვილი, რაც უფრო მეტი ცილა, მით უკეთესია, რა თქმა უნდა, მდგრადობაც უკეთესი აქვს და დროსაც კარგად უძლებს. ეხლა კი გვჭირდება მთლიანი ფქვილის რაოდენობა. ნახეთ, დააკვირდეთ კარგად ჩვენს ბუშტებს.
ცომი თითქმის მოიზილა. არის ოდნავ წებოვანი, მაგრამ შემდეგ ჩვენ კიდევ კარგ შევაზელთ და ზედ შევაზელთ. ქვილი ჩემთან წავიდა დაახლოებით 2 კილო და 800 გრამი, იმიტომ რომ მე როგორც უკვე ნახეთ, საფრანის ნაყენს დავუმატე, რომელმაც ასევე სითხის რაოდენობა შეცვალა. ანუ კიდევ უფრო გაზარდა. ამას გადავაფარებ თავზე, დავდებ თბილად კილას დაახლოებით 28 გრადუსი არის ოპტიმალური, 26-28 გრადუსი. დაჭირდება რამოდენიმე საათი. და შემდეგ ჩვენ შევხვდებით ისევ ერთმანეთს. შეგიძლიათ ასევე გაათბოთ ღუმელი დაახლოებით 30 გრადუსამდე, 32 გრადუსი და შიგნით მოათავსოთ. მას კიცომ უკვე დაიწყო ამოსვლა, სხვათა შორის დიდი ხანი არ ჭირდება. კარგი რეცეპტია, ძალიან დაბალანსებული. მანამდე ჩვენ მოგვამზადოთ ქიშმიში და ასევე ცუკადები. შეგიძლიათ თქვენ მხოლოდ ქიშმიშით მომზადოთ. როგორც ტრადიციული რეცეპტები გვეუბნებიან, შეგიძლიათ მხოლოდ ცუკადებით მომზადოთ, შეგიძლიათ არც ერთი არ დავუმატოთ, მაგრამ არ ვიცი შემდეგ როგორ მოგეწონებათ. ყოველ შემთხვევაში გჭირდება დაახლოებით 400 და 500 გრამამდე ქიშმიში. მე მაქვს აქ რამოდენიმე სახეობის ქიშმიში. ისევ ყოველთვის ჯობია იყოს მუქი ქიშმიში. სულთანინის ხარისხი, დაახლოებით ასე რა ვთქვათ. იმიტომ რომ არის მეტად უფრო არომატული და უფრო მეტად ძაფრი და ასევე გამოსაცხობად არის იდეალური. ასევე მაქვს მე აქ შავი ქიშმიში. ნახეთ როგორი მუქი შავია. ასევე ოქროსფერი და კიდევ მომწვანო ფერის. მე მაქვს აქ დაშაქრული ცუკადები, ეს არის ფორთოხლის და ლიმონის კანი. რომელსაც მე არ დავაბობ, იმიტომ რომ უბრალოდ დაშაქრული და არაფერი არ ჭირდება, საკმაოდ სველია. ხოლო ქიშმიშებს კი მოვათავსებ თაში. ახლა ეს გავაჩეროთ დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში. დარბილდება კარგად, ასევე გაირიცხება, შემდეგ გადავწვროთ ეს წყალი, გავამშრალოთ. აქვე ჩავუმატოთ ცუკატები და დავუმატოთ ფქვილი. დაახლოებით 1 სუფრის კოსი. შემდეგ აურიოთ კარგად. გავიდა დაახლოებით საათნახევარი. და ცომს შეხედეთ რა მდგომარეობაშია. ამოსულ ცომს უნდა შევაზილოთ კარაქი და ზეთი. ბევრად უკეთესი იქნება, სანამ ახლა გავაგრძელებ მე. უბრალოდ ჩემს დაფაზე გადმოვიტანო, სადაც ზეთს წაусმევ. აი ასე. რატომ ბაზელ ცომს? იმიტომ რომ ცომი უფრო მეტად ელასტიური ხდება და ესე გლუტენის განვითარებასაც კარგად უწყობს ხელს, ამიტომ ჯობია ყოველთვის რომ საბოლოოდ კარგად გადავზულოთ ხოლმე. ცომი ვზილოთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. რაც უფრო დიდ ხანს ზელთ, მით უფრო ელასტიური ხდება. ეხლა გავშალოთ ცომი კარგად. ესე. და ასეთ მოვაპნიოთ ქიშმიში და ცუკადები. გადავანაწილოთ კარგად. და შემდეგ უკვე დავიწყებთ შეზელვას. აი როგორც უკვე ხედავთ, ცხიმი აუცილებელია რომ გქონდეს დაფაც. კარგად გადმოვკეცოთ ისე. და დრო დავისველოთ ზეთში ხელები. ცომი ამწონე ახლა და ზუსტად გამოვიდა 7 კილო და 64 გრამი. გავამწესოთ თბილად კილას რამოდენიმე საათი. მოდით ახლა გავამახვილოთ ყურადღება ფორმებზე, გამოსაცხობ ფორმაზე. მე მაქვს აქ ქაღალდის ფორმები, არის 3 ზომის. 3 ზომის იმ გათვალისწინებით, რომ ეს ორი ფორმა არის გარშემორტყმებით ერთ და იგივე, მაგრამ სიმაღლეში არის საკმაოდ განსხვავება, დაახლოებით 2 სანტიმეტრი. იმ შემთხვევაში თუ თქვენი ფორმები არის დაბალი, შეგიძლიათ აქ ცხიმი წაუსვათ და პერგამენტის ქაღალდი გვერდებზე ჩაუფინოთ, იმისათვის რომ ფორმამ თვითონ პასკის ფორმამ ცხობის დროს შეინარჩუნოს თავისი სტაბილურობა.
ამას კი აბსოლუტურად არაფერი არ სჭირდება, იმიტომ რომ მაღალი ფორმები, ეს არის პანეტონეს ფორმები და არის გეტყვით რომ იდეალური ნამდვილად. ესენი არის 500 გრამიანები, ეს კი არის დაახლოებით 300 გრამიანი ფორმები და ასევე არის საკმაოდ მაღალი. რამდენი უნდა ჩავდოთ ცომი? ამას ახლა მე ესე ზუსტად არ ვიტყვი, როგორც სხვა ვიდეოებში ვაკეთებდი, რადგანაც როგორც უკვე აღნიშნე, ფორმის სიმაღლე განსხვავდება. ამიტომ ვიხემძღვანელოთ ძველი მეთოდით ჩავდოთ უბრალოდ 1/3 ჩვენს ფორმაში. გავიდა დაახლოებით 2 საათნახევარ და ნახეთ ცომი როგორ გამოიყურება. არაჩვეულებრივი. გადმოვიდა მთლიან ცომზით. არის 7 კილოგრამი როგორც უკვე ნახეთ, საკმაოდ ბევრი. და ცომი გარბის, არ ვიცი სად გარბის. მივცეთ ესე მრგვალი ფორმა, უმჯობესია თუ ზემოდან ცუკატებს და ქიშმიშებს მოაშორებთ, იმიტომ რომ ეს შემდეგ ცომს ხედქავს და ასევე იწვება ძალიან ცუდად. აი ესე ზედმეტები უბრალოდ მოვაშოროთ. ცომი მოვათავსეთ უკვე ფორმებში. ყველა მზად არის. ეხლა უნდა გავაჩეროთ ახლობით. გაჩნე იმას, რა ტემპერატურა არის თქვენს სამზარეულოში. ჩვენთან ახლა ცოტა ცივია და ალბათ ჩემთან დაახლოებით ისე ვარაუდობ, რომ 2 საათი მაინც დაჭირდება. იმ შემთხვევაში თუ გეჩქარებათ, გინდათ რომ სწრაფად მომზადოთ. ჩათად ღუმელი დაახლოებით 30-32 გრადუსზე და მოათავსეთ თქვენი პასკები შიგნით. და დააცადეთ რომ ამოვიდეს. უნდა ამოვიდეს დაახლოებით 2/3 და ძალიან მნიშვნელოვანი. ცომი არ გადაამწიფოთ ფორმებში, ანუ ძალიან არ მოიყვანოთ. გადაფუებული და გადამწიფებული ცომი კარგავს ელასტიკურობას. ის შემდეგ გამოდის და ძალიან მალე ვარდება და ექნება ან ბრტყელი თავი, ან შეიძლება სულ ჩავარდეს. ან სულაც უბრალოდ არ ამოვიდეს. იმიტომ რომ ისეთ მეტად ამოვიდა უკვე ფორმებში და დარჩება ისევ ისე. დაახლოებით 2 საათის შემდეგ ამოვიდა ცომი. ცომი ახლა ამას გამოვაცხობ 160 გრადუსზე, კარგად გახურებულ, წინასწარ გახურებულ ღუმელში, ზედა ქვედა წვა. და დაახლოებით, ამას შემდეგ გეტყვით, თუ კი დავინახო მაგალითად და შევამჩნევ, რომ ზემოდან უკვე იწყებს გამოქებას, ზემოდან გადავაფრინოთ პერგამენტის ქაღალდი ან ალუმინის ქაღალდი, მაგრამ პირველი 20 წუთის და 25 წუთის განმავლობაში ჩვენ ამას არ ვაღებთ, კარებს არ ვაღებთ 10 შემთხვევაში და გამოცხობის დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ რამხელა არის თქვენი პასკის ცომი. აქ არის ახლა ამ შემთხვევაში 400 გრამი და დაახლოებით ალბათ ესე 30 წუთი დაჭირდება. 35, ეს ყველა ღუმელი ისევე ინდივიდუალურია, 500 გრამიანებს ალბათ დაახლოებით 45 წუთი დაჭირდება, მოკლედ ამას ბოლოს გიტყვით. ახლა კი ვაცხობთ 160 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში. ერთი პორცია პასკები გამოცხო უკვე დაჭირდა დაახლოებით 40 წუთი 160 გრადუსზე ზედა ქვედა წვა. და ნახეთ, ზოგი ესე გადაფუშფუშდა, ზოგმა კი დაიტოვა ზემოდან სწორი ზედაპირი. კიდევ გამოაცხოს სხვა პორცია, სადაც ასევე ზოგი ისეთი გამოვიდა, ზოგი ისეთი გამოვიდა, მოკლედ როგორც უკვე ხედავთ, ეს არის სახლური ოჯახური პასკა და არ არის სტანდარტული, რომ ყველა ერთნაირი იყოს. მოკლედ, მთავარია რომ არის ჩვენი ხელით გაკეთებული. კიდევ მაქვს საქმე რამოდენიმე დარჩენილი. ამასაც გამოვაცხობ და შემდეგ ნახოთ უკვე როგორია შიგნიდან. ეხლა მოვამზადოთ მინანქარი, რომელსაც არ ჭირდება გათქვიფა, არ ჭირდება სპეციალური მომზადება, არამედ ძალიან სწრაფად მზადდება, უბრალოდ ესე ერთმანეთს შევროთ ყველაფერს. ეს არის რძის ფხვნილი, დაახლოებით 4 სუფრის კოლსი,
შემდეგ დაახლოებით 5 ან 6 სუფრის კოვზის შესქელებული რძე, მაგრამ ასე ზუსტად ამ რეცეპტს, აი ასე ზუსტად დოზებით ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ეს არის კონსისტენციაზე დამოკიდებული, ასევე თუ რამდენად თხელი ან სქელია თქვენი შესქელებული რძე. ეს მას არ უნდა გამოვიდეს თხელი, არც შემთხვევაში უნდა იყოს საკმაოდ მყარი, თორემ დროთა განმავლობაში იწყოს მერე ჩამოღვენთას გვერდებიდან. ეს საკმაოდ სქელი არის ჩემთან. ჯერ მე 4 სუფრის კოვს დავუმატებ და შემდეგ შევხედავ საკმაოდ სქელი არის ახლა ჩვენი მასა და სულ ცოტა ლიმონის წვენს დავუმატებთ, რომ დააბალანსოს სიტკოს გემო. ნახეთ, როგორი კონსისტენციის უნდა იყოს. ამაზე თხელი არ უნდა იყოს, თორე სულ დაბლა ჩამოიღვენთება. იცით რა გებრიელია? აი, ვერც კი წარმოიდგენთ. ეხლა ასე ეს სკლად ავიღოთ და გადავიტანოთ მინანქარის ზედ. ეს დაიწყებს თვითონ შემდეგ ჩამოღვენთას. მიუხედავად იმისა, რომ როგორი სქელი მასა არის, ნახეთ როგორ იღვენთება გვერდებში. ის საოცარი მინანქარი, ახლა ეს ერთი მინანქარიც კი არა, კიდევ 2 დიდ პასკას კიდევ ჩვეულებრივად მურთავს, ანუ ძალიან კარგი და დაახლოებით 5-6 საათი ჭირდება იმისათვის, რომ კარგად გაშრეს. ანუ ესე ადრე და ესე სწრაფად არ შრება და ნახეთ როგორ საოცრად იღვენთება გვერდებში. ეხლა გავაგრძელებ ჩემს ასისტენტთან ერთად უკვე პასკის მორთვას. ხომ გახსოვთ? ამ ხელა იყო. მაგიდეს ვერ ვწვდებოდა მაშინ 3 წლის იყო ჩემთან ერთად რო ედგა კამერის წინ, ხალნიროს მიშლდა, ხელს მიშლდა ყველაფერს, მაგრამ რა თქმა უნდა ეს სასიამოვნო პროცესიც იყო ამასთანავე და ეხლა უკვე გაიზარდა და როგორც კიდე დავითახმე იმისთვის, რომ აი უბრალოდ პასკა გააფორმოს ჩემთან ერთად, ან თვითონ გააფორმოს თავის გემოზე. გააფორმოს შე როგორც კიდე ისე გააფორმოს. ან თუ კიდე ერთად გააფორმოთ, მომიცი ცოტა. შენ არ გინდა? მე ეს უბრალოდ დავალაგებ, ესე გაზაფხულის ფერები მე მგონი ძალიან ლამაზი იქნება. რატომღაც სტანდარტულად ეს გერმანიაში სუპერმარკეტებში ყოველთვის ესეთი ყვავილების, ვაფლის ყვავილები იყიდება. აქ ერთი ყვავილი. მგონი ყველა პასკის ვიდეოებში ამ ყვავილებით ვრთავ ხოლმე ჩემს პასკებს. როგორი ლამაზი და როგორი ნაზია. ნახეთ. მგონი კიდევ ავყაროთ ეს ჯობია. უფრო წვრილები თუ იქნება. Romania. და გიყვარს პასკა? Yeah. მოიცადე, მასე არა, პასკა გიყვარს თე? რას ნიშნავს? ეხლა რო კამერა გამორთოთ, მე რას ვიტყვი? მართლა თუ გიყვარს, გულახდილად თქვი. მე მგონი როგორია? Romania. დე როგორ მოგწონს? კაია? მე რა მორცხვია ეს ბავშვი ღმერთო ჩემო. მაშინ არ იყო ესე. ბოლო შტრიხი და всё. შეგიძლია წაბრძანდე. გინდა კიდე? არ გინდა? კარგი. ტი. This is the most awkward video I've ever seen in my entire life, Jess. And für die Chartpreise wir müssen das machen. ვერ გამგრესლავარყო. კაი. როგორია ჩვენ ოპერატორ ანამარი? კარგია? ძალიან. ძალიან კარგია. ეს ერთი ლაპარაკი. აქა ჩვენი ახლოდან. ახლოდან აჩვენე. მოკლედ. როგორ გაქოვდა, ნახეთ, ამინან გასჭირდება დაახლოებით 6 საათი, იმისათვის რომ გამაგდეს, მაგრდება საკმაოდ და კარგად მაგდება, მაგრამ
იცით როგორი გემრიელია? აი ვერც კი წარმოედგენთ. მოკლედ მე ახლა გავუშვებ ჩემს ასისტენტს, იმიტომ რომ უკვე ნერვების მოშლაც გამოვიდა და გავაგრძელებ ჩემს საქმეს. აი ეს პატარა პასკა არის სადღაც 2 საათის გამომცხვარი. ჯერ ძალიან რბილია, ძალიან. და რა თქმა უნდა, როგორც უკვე იცით, ეს სწრაფად ვერ გავიგებთ გემოს და ვერც კონსისტენციას და ეტყობა კიდევაც, რომ სულ ახალი გამომცხვარია. სიტყვები არ მაქვს ხალხო. საოცარია მინდა გითხრათ. ძალიან გემრიელია. შაქარი დაბალანსებულად აქვს, აბსოლუტურად არ არის ძალიან ტკბილი, არის ნოტიო, არის ძალიან გემრიელი. ახლა მე დაგემშვიდობები და ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მომავალ ვიდეოში. თუ მოგეწონა დალაიქე და გამოიწვია იმსაც, რომ არ გამოდოთ ახალი ვიდეო რეცეპტები. დროებით.